გამარჯობათ კოლეგებო, მოგესალმებით. კომიტეტის წევრებსაც და სტუმრებსაც, მომხსენებლებსაც, დამსწრე საზოგადოებას. ერთი საკითხი გვაქვს დღევანდელი დღის წესრიგით განსახილველი. ფრაქცია ქართული ოცნება მრეწველების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ და სურსათის ცხოველის საკვების უმნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მეორე მოსმენით მოხსენებელი გახლავთ ბატონი ზურაბ ტყემალაძე, ფრაქცია ქართული ოცნება მრეწველების წევრი. დღის წესრიგთან დაკავშირებით თუ არ გაქვთ შენიშვნები თქვენის ნებართვით? არ გაქვთ როგორც ჩანს, მაშინ სიტყვას გადავცემ ბატონ ზურაბს. გთხოვთ ბატონ ზურაბ. მადლობთ ბატონო გიგლა. მეგობრებო, წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით საკანონმდებლო ინიციატივა სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ. მოხლობრივი განხილვა გვაქვს. პირველი მინდა გითხრათ ამავე დროს, რომ ჩვენ კომიტეტმა გადმოგცა გარკვეული შენიშვნები, რომლებიც ზოგი გათვალისწინებულია, ზოგი ასახულია ამ ემაში და როგორ დავიწყოთ? პირველი მუხლით, კი ბატონო, ამ კანონის მიზნებია მეოთხე მუხლამდე შენიშვნა არ ქონია მოცემული, ახლა დათავართ მოვისვათ. მომხარებელთა ინფორმირება სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ. ბ. მომხარებელთა ინტერესების დაცვა, რათა მიეცეთ მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გ. სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების ძირითადი მოთხოვნების დადგენა და მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. დ. სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის პროცედურაზე მოდი იქნებ ის მუხლები, რომლებთან დაკავშირებსაც შენიშვნები ან პირველ მუხლთან შენიშვნა თუ აქვს ვინმეს? კი ბატონო, გიჯობია. ხო? რომ აქ მე მახსოვს ბაზარზე განთავსებაზე იყო ლაპარაკი, ახლა არის განთავსებაზე და იმპორტისას. მაგრამ მეორე მუხლთან მაგალითად არის შენიშვნები კოლეგებს. თუ შეიძლება მაშინ მეორე მუხლთან დაკავშირებით, მეორე მუხლი ამბობს, რომ აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირებისას, მის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას. ესე იგი ეს დაზუსტა, იმიტომ რომ იყო ხო, გასაგებია, ბაზარზე განთავსება დაემა და ასევე იმპორტიც. იყო, მაგრამ ისე არის ყვეთა და კი ბატონო, კი ბატონო. შემდეგ მუხლთან აქ მე როგორც ვიცი, ეხლავე ერთი წამით საქართველოს სურსათად ცხოველს განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მათ წარმოებული პროდუქტების ეტიკეტირების სფეროში ეფუძნება საქართველოს ეს მესამე მუხლია. მეოთხე მუხლთან მეოთხე მუხლთან დაკავშირებით, დიახ. ფიზიკურ პირთან დაკავშირებით გასწორდა ბიზნეს ოპერატორი. ოღონდ აქ ერთი რა არის სურსათის ცხოველთა საკვების და ვეტერინარიის კოდექსში იქ გარდამავალდებულებები ლაპარაკობს გარკვეულ დათქმას 2020 წლამდე. ანუ ის გარდამავალდებულებები გავრცელდება ამ შემთხვევაში ამ კანონით თუ არ გავრცელდება. თუ ჰარმონიზებული გვინდა რომ იყოს, ფიქრობ ერთნაირი უნდა იყოს კოდექსით და ამ კანონით. როგორც ახალმა კანონმა არ გადაფაროს ეს. კი ბატონო. შემდეგ მოდის მეხუთე მუხლი, ხომ არა გაქვთ შენიშვნები მეხუთე მუხლთან? როგორც ჩანს, მეორე თავზეა უკვე ლაპარაკი. თქვენ გვიან შემოხოდით რამე ხო არ გაქვთ პირველი ხუთი მუხლისთან დაკავშირებით გამოსათქმელი აზრი? ტერმინთა განმარტებები
თუ არის ერთა განმარტებები ჩვენ მგონი მეოთხე რომელი მუხლე გავიარეთ გონი და თუ გაქვთ რაიმე შენიშვნა კი ბატონო ჯობია რომ ეხლა ხო მეოთხე მუხლია ლაპარაკი ამიტომ თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება შეგიძლიათ გამოთქვათ ჩვენ არა გვაქვს შენიშვნებით გათვალისწინებით პროექტი შესაბამისად პირველი მოსმენით რა პროექტიც იყო არ არის პრობლემა მე მგონი ბატონო ზურაბ თუ შეიძლება მე გეტყვით რა შეიცვალა და მე თუ კიდე გრჩებათ რამე შენიშვნა გითხარით გვაპატიეთ დაგვიანებით არა უშავს კი ბატონო ესე იგი მაშინ გეტყვით მე რა იყო შენიშვნა პროექტი შემოთავაზებული გენმოდიფიცირებული პროდუქტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. იგი უნდა იყოს განმარტებული როგორც გენმოდიფიცირებული სურსათი. იყო ასეთი შენიშვნა მეოთხე მუხლთან. თქვენი შენიშვნა და ყველა შენიშვნა შემოსულია მთავრობის სახელით. ამიტომ მე არ ვიცი ეს ზუსტად თქვენი იყო თუ სხვისი იყო. არ არის ეს გათვალისწინებული, იმიტომ რომ ევროკავშირის დირექტივა ES ნომერი 1830 წილადი 2003, რომელიც შეეხება გენმოდიფიცირებული სურსათის ცხოველის საკვებად ეტიკეტირებას, იყენებს ტერმინს გენმოდიფიცირებული პროდუქტს და განმარტავს მას როგორც გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავებიდან მიღებულ პროდუქტს, რომელიც გამოიყენება სურსათად ცხოველის საკვებად. შემდეგ იყო კიდე მეოთხე მუხლთან მიმართებაში გექვე პუნქტი შენიშვნა იყო დაკონკრეტდეს რომ ეტიკეტირება ხორციელდება მომქვედი კანონმდებლობის შესაბამისად. გათვალისწინებულია და კანონის მეოთხე მუხლის გექვე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით. ეტიკეტირება გენმოდიფიცირებული სურსათის ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებული შეფუთვაზე ამ კანონის მოთხოვნებისა და აიმით ვაკონკრეტებთ საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესის შესაბამისად. მეოთხე მუხლში კიდე იყო ასეთი შენიშვნა განემარტოს ტერმინები მესამე პირი და საბოლოო მომხმარებელი. გათვალისწინებულია პროექტის მეოთხე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსი D და E პუნქტები. საბოლოო მომხმარებელი, რომელიც სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და მათგან წარმოებულ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს სარეალიზაციოდ არ იყენებს. E მესამე პირი, რომელიც სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებსა ან და მათგან წარმოებულ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. მეოთხე პუნქტთან იყო კიდე ასეთი შენიშვნა, როგორც ვიცი, საბაჟო დეპარტამენტისაგან. იმპორტი განიმარტოს როგორც საქართველოს საკათალიკო კოდექსით განსაზღვრული საქონლის ოპერაცია. არ არის გათვალისწინებული, ავტორთან შეთანხმებულია და დაგვეთანხმა, რომ არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. მეოთხე მუხლში შენიშვნა, მე მგონი, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ბიზნეს ოპერატორზე გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. გათვალისწინებულია პროექტის მეოთხე მუხლის ვებ პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით. ბიზნეს ოპერატორი პირი, რომელიც ახორციელებს გენმოდიფიცირებულ სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა ან და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებასა და იმპორტს და ემატება, ესე ვთქვათ, რაც ვითვალისწინებთ, რომელიც პასუხისმგებელია თავის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობაში. მეოთხე და მეცხრე მუხლს ეხება ეს ერთი და იგივე შენიშვნა და ამიტომ ერთად მოგახსენებთ. დიახ, საბაჟო შენიშვნა იყო ასეთი, ბუნდოვანია და დაკონკრეტებას საჭიროებს თუ რა სახის და ვის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარმოადგენს თანხლები დოკუმენტი. ასევე განისაზღვროს გმოს იმპორტისა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლება-მოსილება. ასევე უნდა განისაზღვროს იმპორტისა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლება-მოსილება. გათვალისწინებულია პროექტის მეოთხე მუხლს დაემატა I პუნქტი და განიმარტა ტერმინი თანხლები დოკუმენტი. ასევე დაკონკრეტდა იმპორტისა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლება-მოსილებები და პროექტის მეცხრე მუხლის დაემატა მეორე და მესამე პუნქტები. თანხლები დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, რომ სურსათი ან და ცხოველის საკვები
წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ან გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ან გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტების შემცველია საჭირო შემთხვევაში ასევე აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა ასევე ვინაიდან შენიშვნა ეხებოდა მეცხრესაც აქვე გეტყვით მეცხრეს დაემატა მეორე და მესამე პუნქტები მეორე პუნქტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახური იმპორტისას ახორციელებს საბაჟო კონტროლს სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირებაზე ასევე კონტროლს ახორციელებს იმპორტისას სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის განადგურებაზე მესამე რომელიც დაემატა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური საბაჟო კონტროლს ახორციელებს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანების შესაბამისად შემდეგი შენიშვნა ქონდა მეშვიდე მუხთან მიმართებაში აი ეს არის რაც არის გათვალისწინებული გენაცო დასაგებია მაკარამი კითხვა ხო არ გაქვთ აბა ბრძანეთ კი ბატონო ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით ბაზარზე ჩვენ მუხლობრივად მივყვები და რომელ მუხლს ლაპარაკობთ მეორე მუხლის დექვე პუნქტთან და მეორე მუხლის მაპატიეთ მეოთხე მუხლი მეოთხე მუხლის დექვე პუნქტი ბაზარზე განთავსება სურსა და ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი და მოვძებნო მოდის ვიხდე აგერ არის კი აგერ არა ნახე ბაზარზე განთავსება სურსა და ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიწოდება ნებისმიერ მესამე პირისათვის და საბოლოო მომხმარებლისათვის სასყიდლით ან უსასყიდლო ნებისმიერ სხვა ფორმით დიახ აქედან გამომდინარე განიმარტა ჩართულია დიახ აქედან გამომდინარე განიმარტა თექვე პუნქტით მესამე პირი რომელიც ამ სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ამ ყველაფერს ჩვენ როდესაც ჩვენი კოდექსი სურსა-ცხოველის საკვების უნებლობის ვეტერინარისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განმარტეთ ბაზარზე განთავსება იქ გულისხმობდით არა მარტო იმ პირებს რომლებიც სამეწარმეო საქმიანობით არიან დაკავშირებული ამ სფეროსთან ან მხოლოდ საბოლოო მომხმარებლები არიან ასევე პირებს რომელთა მხრიდან ეს საქმიანობა არასამეწარმეო საქმიანობა იყო თუმცა მათი მხრიდან ბაზარზე განთავსება ხდებოდა სურსათით მაგალითად საქველმოქმედო საქმიანობიდან გამომდინარე ბაზარზე განთავსება რაღაცა პროდუქტის, ანუ მიწოდება ვინმესთვის ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ არის. ბაზარზე განთავსებას ნიშნავს? დიახ, ნებისმიერი ფორმით გადაცემა. ვინაიდან ესე ჩავმატოთ? აქედან გამომდინარე, ჩამატება არ ვიცი ეს ახლა ტექნიკურად არც უბრალოდ ჩვენ მეუბნებით რომ მასაც უნდა შეეხოს. დიახ, ბაზარზე გეთახმებით, კი ბატონო, გეთახმებით. მაგრამ არ მოიცავს? აბა შევხედოთ ბაზარზე დექვე პუნქტში სასყიდლიდან უსასყიდლოდ ნებისმიერი სხვა ფორმით. ანუ თუ მე საქველმოქმედო ბიზნესისთვის ვინმეს არ ვიცი, გადავცემ რაიმე პროდუქტს, ბაზარზე თუ განვათავსებ, ნებისმიერი ეგ შეიძლება ეს თუმცა მეორე პირი უნდა იყოს მიწოდება ნებისმიერი მესამე პირისთვის ან საბოლოო მომხმარებლისთვის. შეიძლება წინადადება მექნება? დიახ. მე დაგეთახმეთ. მე მუშა მდგომარეობის გამოფალისინო თუ არის მოიცავს დაგვეთახმებით მოიცავს თუ არა შემოგთავაზეთ რედაქცია და ჩაუმატე პრობლემა არ არის. კი ბატონო, ეს პირიქით დიდი ბადობა კონსტრუქციული. თუ გამორჩენილია, ჩაუმატოთ. კი ბატონო. შემდეგ კიდე ხო არაფერი გვაგენაცონა. კიდევ არ ვიცი ეს ახლა რამდენად სწორად ჩამოვაყალიბებ ახლა ამ ჩემს წინადადებას. არის ვექვე პუნქტი იგივე მუხთან მიმართებაში ბიზნეს ოპერატორი. ჩვენი შენიშვნა თავიდანვე იყო პირველი მოსმენით, როდესაც გადიოდა ეს პროექტი, რომ ეს განმარტება ბიზნეს ოპერატორის განმარტება არ იყო შესაბამისობაში ჩვენს კოდექსთან, ჩვენს ბჭყალებში სურსათის უნებლობის ვეტერინართა დაცვის კოდექსთან. ფიქრობ, რომ მე მგონი ახლაც არ არის შესაბამისობაში, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენით ამ ქვეპუნქტს შეეხო რაღაც ცვლილებები. ანუ ეს არის პირი, რომელიც
დიახ, უკაცრავად. კი ბატონო, უნდა იყოს შესაბამისობაში. ჩვენ მიგვაჩნია რომ არის შესაბამისობაში, ასევე თუ არ მიგაჩნია თუ არ არის შესაბამისობა დამატებითი დავუმატოთ არაფერი პრობლემა. ვეთანხმებით რომ უნდა იყოს შესაბამისობაში და მიგვაჩნია რომ არის და თუ გვეტყვით რომ არ არის არც ეგ პრობლემა. გეთანხმებით პრინციპზე თავარში რომ უნდა იყოს შესაბამისობაში. დიახ. თავარი ეს არის. თავარია მაშინ ახლა მე რასაც ვხედავ პროცესის თვალსაზრისით რომ მეორე მოსმენისთვის უკვე ისეთი რედაქცია შევიმუშაოთ რა თქმა უნდა რომ ეს შეთანხმებული ვერსიები ჩვენ არ ვითხოვთ ამის სიტყვაზე ვლაპარაკობ დღეს ან ხვალ განხილვას ბუნებრივია დრო გვაქვს დრო კი ბატონო შევჯერ პრინციპს იმას რომ უნდა ითვალისწინებდეს ანუ ერთიაგივე ის იყოს გეთანხმებით არ არის საწინააღმდეგო რამაკ კიდე რამე შენიშნა ხომ არა გაქვთ აი ჩემი კოლეგამ განახობს რომ ჩვენთან ისეა განმარტებული როგორც ევროკავშირის დირექტივა. ამიტომ აქედან გამომდინარე შევჯერდეთ ხომ? თავარი ამომავლია რომ ევროკავშირის დირექტივის არ გავხსნით და არ ემასაქვდან და იმას ემასაქვდან. ამავე დროს ორი ერთი და იგივე დონის კანონი რომელიც გასაგებია, მაგრამ მე ის თვამინდა თუ ბოდიშვიხდი ამ გამოთქვისა თუ თქვენი კანონი ესე დავარქვათ ჩამორჩება ევროდირექტივები თქვენ დაგვაწიეთ და შემოვუერთეთ თუ ჩვენი ჩამორჩება ჩვენ დავაწევთ მაგრამ ევროდირექტივებიდან გამომდინარე იყოს რა ხოსორი მიდგომაა რა აქედან თუ რაღაცა არასწორად არის თქვენთან ჩვენ სხვა უნდა გავიმეოროთ თუ კარგად არის რა თქმა უნდა კი ბატონო პრინციპი რომ ერთნაირად უნდა იყოს გეთანხმებით ჩვენი პოლიტიკა ზოგადად საკანონმდებლო ხანახან სიტყვა ჰარმონიზაციას ხმარობენ რეალურად არის საკანონმდებლო მიახლოების პოლიტიკა რაც ბუნებრივია ამ ტაქტიკურ სქემაში ჩაჯდება უბრალოდ მოდით პროფესიონალებმა ჩახედეთ რომელი ნორმა უკეთესად არეგულირებს სფეროს და რომელმა შეიძლება დაუშვათ თუ ეს შესაძლებელია მე მგონი სწორი ინიციატივა. რახან евро რეგულაციები ახსენეთ ბატონო ზურაბ ისა евро რეგულაციები და სურსათისმმლელობის კანონითაც არის დადგენილი 0.9%-იანი ბარიერი, ანუ 0.9-ზე საერთო მასაში იმის ქვევით არ არის აუცილებლობა ეტიკეტირების და ეს მოთხოვნები ასე წარსულდება და აქ როგორ გვაქვს უფრო ქვევით ჩამოვიდანვე. მოგახსენეთ ჩვენ გვინდოდა რომ კანონქვემდებარება ჩაგვეწერა, მაგრამ ვიზიარებთ თქვენ შენიშნოთ და დავამატებთ კი ბატონო და ანუ იგივე ნორმა იქნება როგორც ევროპას და სურსათის კანონი. კი ბატონო. არ არის პრობლემა. იგი აღინიშნა ყველაფერი ესენი რა. გაქვთ კიდევ ამ მუხთან იგივე შენიშვნა საბოლოო მომხმარებელთან მიმართებაში ზოგადად ტერმინთა განმარტებასთან დაკავშირებით ესეთი ზოგადი წინადადება გვაქვს რომ შესაბამისობაში იყოს ორი კოდექსი ერთმანეთთან და ნახოთ თუ არ არის შესაბამისობაში ან არ ეწინააღმდეგება დირექტივები დავაკეთოთ შესაბამისობაში პრობლემა არ არის გეგენაც კარგი წავიდეთ წინ მაშინ შემდეგი შენიშვნა რომელიც წავიკითხე რომელ მუხზე ანუ ჩვენ ვიყავით მე დოკუმენტი არა მე-7 წავიკითხე, მე-9-ს, მე-2 და მე-3-ს წავიკითხე. მე-7-ში იყო კიდე ასეთი შენიშვნა, მე-7 მოხდა. არ იყო სავალდებულო გმოს ან GM-ის წარწერის ქართულ ენაზე დაწერა. ესეთი შენიშვნა იყო. არა გვაგათვალისწინებული, არ ვიცი ეს ვის შენიშვნა იყო, მაგრამ არა გვაგათვალისწინებული. თუმცა ახლა შინაგანად მე მინდა გითხრათ, რომ ვის შენიშვნაც იყო ეს შეიძლება საერთაშორისო სტანდარტით რომ დაიწეროს ეს ცუდი არ იყოს, მაგრამ ქართულის გამორიც ხო არ შეიძლება. შეიძლება ჩვენ ჩავწეროთ აქ რომ უნდა ეწეროს ქართულად და დასაშვებია დაუშვათ საერთაშორისო ემბლემის დატანებაც. ხო, ამ კუთხით შეიძლება თორე ისე რომ მარტო ის იყოს და ქართული არ იყოს, მაგას ვერ დავეთანხმებთ. შემდეგი პროექტის მე-9 მუხლი შენიშვნა იყო იმპორტისას რა პრინციპები გამოიყენება, რომ სურსათად ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტები დაექვემდებაროს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე ვისი ხარჯით განხორციელდება. გათვალისწინებულია მე-9 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი. ლაბორატორიული შემოწმების წესები დგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ხოლოდ ფინანსთა მინისტრის რატომ? აბა ვინ გინდათ მითხარით?
სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი? ან თავრობა ხომ არ იყოს, იმიტომ რომ ორი მაკონტროლებელი ორგანო გვყავს აქ. როგორც გინებავ, თუ გინდათ მეორე დავამატოთ, თუ გინდათ თავრობა იყოს, არაფერი პრობლემა არ აქვს. აქვე შემდეგ მუხსეხება მართალია, მაგრამ იმის გამო, მე მგონი აქ უპრიანი უპერო ამ საკითხს შევეხოთ. შევხედოთ აქ ლაპარაკია მეათე მუხში უფლებამოსილ ორგანოებზე, უფლებამოსილ პირზე და არის სურსათის ეროვნული სააგენტო მითითებული. მეათეს პირველში. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სავალდებულების საქმის განხილვასა და ადმინისტრაციული სახთების დაკისრების უფლება აქვს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირს. მაგრამ უფლებამოსილი პირის სანქციონების არეალი, საქმიანობის არეალი საქართველოს კანონმდებლობით არის ქვეყნის შიგნით ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე. იმპორტირებული პროდუქტებისთვის არ იქნება მათ არ აქვთ უფლებამოსილება რომ საზღვარზე და საბაჟო წესების შემოწმებისას აქ ვერ მიიღებენ მათი უფლებამოსილება და მესამე ნაწილზე ახლა რო ლაპარაკობთ წინა მუხლის რახან ფინანსთა სამინისტრო და აქაც უნდა დაემატოს უფლებამოსილებაში ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი ან სტრუქტურა საბაჟო დეპარტამენტი აღწევდება რომ ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს კი ბატონო არა მაქვს საწინააღმდეგო მესამე ნაწილშიც მეათე მუხლის ამ კანონით როგორც არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასევე იყოს ფინანსთა სამინისტრო როგორც იქ აქ თავრობა იქაც და თავრობა აქაც მაგრამ მე მგონი ministrები იყო ჯობია არ როგორ გიჩვენიათ თქვენ რას როგორც გინდათ ისე პრაქტიკაც როგორია ისე გავაკეთოთ კი ბატონო საერთოდ რატო აკეთებ თუ ეს ორი შემოწმებელი არა ეს იმიტომ ვკეთება რომ საბაჟოს გადმოკვეთის დროს ნუ ეს კანონის მიხედვით მათ არ აქვს მაგის უფლება და შემოსავლების სამსახური. ეგ მუდმივი ასე დავის თემა იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს შორის და მარტო ამ კონკრეტულ საკითხს არ ეხება ზოგადად ხო ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის განხორციელება საზღვრის მონაკვეთზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაჩნია ხოლმე რომ მისი კომპეტენცია მთლიანად და ფინანსთა სამინისტრო ფიქრობს რომ ეს ასე არ არის. ამიტომ ცოტა უფრო ღრმა კამათის თემაა. ხო, არის ჩვენ შეიძლება ინიციირება მაგის პროცესს. სხვანაირად იყო, ადრე იყო რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ, ხო? საზღვარზე იდგნენ, როგორც ფიტოსანიტარიის ასევე მაგრამ მე შეიცვალა კანონი. არის უკვე შემდგომი საკითხია თუ კი თქვენ მიგაჩნიათ რომ ესე უნდა იყოს თუ კანონმდებლობის დაგიჭერენ ხარს თულია ხო ცოტა ისეთი თემაა ეს მე ვიცი რომ ჩვენ რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ თავრობა არ დაეთანხმება მას ანუ ფინანსთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მორიგება ამ კონკრეტულ საკითხში ну თითქმის წარმოუდგენელია არა მე გეტყვით რაშია მათ საქმე რა უბრალოდ როცა იდგა ფიტოსანიტარია ცალკე ვეტი ცალკე საბაჟო ცალკე საზღვარი ცალკე ну წარმოიდგინეთ მეწარმე რომელიც შემოდის მას უწევს ამ შემთხვევაში ერთი ბარიერის გადალახვა, მეორეს გადალახვა, მესამეს და მეოთხეს გადალახვა. ახლაც ესე როგორ არის? ოღონ იმ უწყების ვეტერინარია, ხო? თუმცა ცალ-ცალკე შემოწმება. კი ბატონო, მე მინდა გითხრათ, რომ მაგ პრინციპის საწინააღმდეგო პირადად მე არაფერი არ მაქვს. ეს არის ეხლა ოპოზიციაში რო იყო ცოტა სხვანაირად დავაყენებთ საკითხს და არაფერი საწინააღმდეგო ეგ ორი მინისტრი უნდა შედახდეს და როგორც მიიჩნევენ ჩვენ არ ამგონია რომ საწინააღმდეგო გქონდეს ხო? პირიქით. ხო. დავასაბუთოთ ნორმალურად კი ბატონო ჩვენც მოგეხმარებით მაგ პოზიციის დასაბუთებაში და პრობლემა არ არის. შეიძლება მე გადაბრალებები წავიდეს, იცი რა ჩემ ლაბორატორიაში ამოწმა და მე გაკუჩდა და მე რა აკუზეთბა. უწევა გასუქი თავინამო. კი ბატონო, მაგრამ ეს ამ კანონის თემა არ არის. კანონის არ არის, ამიტომ მინდა და მე კი განაცვალე, კი ბატონო, კი ბატონო. როცა ვსაუბრობთ, გთხოვთ რახან ჩანაწერია, თქვენი ნათქვამი იკარგება თუ მიკროფონს ართავთ, ამიტომ როცა ვსაუბრობთ მიკროფონს ჩართოთ ხოლმე. დაუბრუნდეთ მაშინ თქვენის ნებართვისეულ კანონს, მე-9 მუხლის მესამე ნაწილზე და მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე თუ შევთანხმდით, უნდა ჩავთვალოთ, რომ მე-10 მუხლის მესამე ნაწილზეც პრაქტიკულად შევთანხმდებით, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ფორმებზე და ნუ იქნება აუცილებელი ან ორივე სამინისტრო ან მთავრობა. შემდეგი მუხლი აქ იყო მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩვენ წარმოდგენილი
დაზუსტეს ბაზარზე განთავსებისას ვინ გაიღებს განადგურების ხარჯებს. დაზუსტეს რა ფორმით ხორციელდება განადგურება. ნაწილობრივ გვაქვს გათვალისწინებული და მოგახსენებთ ზაგაო გათვალისწინებული. პროექტი ითვალისწინებდა რომ ხარჯებს გაიღებს ბიზნეს ოპერატორი. თუმცა მეტი სიცხადისათვის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. ბიზნეს ოპერატორის მხრიდან ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სურსათი და ცხოველის საკვებად განხორციელებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება განადგურებას, რომლის განმახორციელებელიც ხარჯებსაც უზრუნველყოფს ბიზნეს ოპერატორი. ის არის ესე ვთქვათ დამნაშავე ამ მიმართულებით და მან უნდა ზღოს. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა ფორმით ხორციელდება განადგურება გამომდინარე კანონპროექტით, სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილია, რომ განადგურება ხორციელდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით. კი ბატონო, ჩართეთ მიკროფონი. სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით სწორედ ასეა განმარტებული, რომ ზედამხედველობაზე, განადგურებაზე ზედამხედველობა სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, რა თქმა უნდა, თუ ეს ქვეყნის შიგნით კონტროლის შედეგად იქნა გამოვლენილი. თუმცა, აღსანიშნავია განადგურებას რა ექვემდებარება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განადგურებას ექვემდებარება ორი სახის სურსათი. პირველი, ვადაგასული და მეორე, მავნე. ხო, თუ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ეტიკეტირების, დარღვევისთვის განადგურებას ჩემი აზრით საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ანუ ეს განადგურებაზე ზედამხედველობა მოდის იქედან, რომ ჯერ განადგურებაზე გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. განადგურებაზე გადაწყვეტილებას მთავრობის დადგენილება არეგულირებს, როგორ უნდა მოხდეს და რა პროცედურით. თუმცა არ მგონია, რომ იქ ეს მომენტი იყოს იქ 76 შესაბამისობაში მოიყვანო 60-თან. უბრალოდ შემოგთავაზებთ, არაფერი პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოდით აბა ვთქვათ, როგორ არის გონივრული, შემო მაქვს საზღვარზე, აღმოჩნდა რომ თურმე დარღვეული მაქვს პირობითად ეტიკეტირების წესი, არის GMO შემცველი 0.1 კი არა, არის 1% პირობითად, ეტიკეტირებული უნდა იყოს, ეტიკეტირებული არ არის და მეუბნებით უნდა გაანადგურო შენ და მაიძულებს განადგურებას. და რო წავიღო უკან, აღარ შემოვიტანო? არის შესაძლებლობა წაიღე უკან, მაგრამ თუ არ მიგაკ უკან და მაშინ უნდა გაანადგურო, ამაზე ახლა პირველ შემთხვევაში არის ჯარიმა და მას აიძლება უფლება, რომ ის გინა უკან წაიღოს, გინა კი არა უკან წაიღოს, აქ ვერ გამოუშვება. ასევე განადგურება ითვალისწინებს ტექნიკურ გადამუშავებას უტილიზაციის გზით. ეს სურსათის განადგურების წესში არის, ასე ვთქვათ, ანუ განადგურება საბოლოოდ ამის მოსწრებას კი არ გულისხმობს, ასე სხვა მათ შორის ენერგეტიკული ღირებულებით გადამუშავებასაც გულისხმობს. ანუ ესეც გათვალისწინებს. ხო, თუ ის გაუშვა, პირობითად საპარაკო. ბევრი შემთხვევები იყო, ბევრი შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, რომ საბაჟოზე ხდებოდა მარკირება, აქციზური მარკის მარკირება თამბაქოს ნაწარმის. თუ ის იქვე მოახდენს მის მარკირებას, პრობლემა არ არის, არავინ არ ედავება, არც განადგურებას, არც გადამუშავებას, არც უკან წარგებას, ხო? თუ მოახდენს მარკირებას, აი თუ არ მოახდენს მარკირება, მანაც უნდა იცოდეს და ყველამ რომ მარკირების გარეშე ბაზარზე არ უნდა მოხდეს, არ უნდა გადმოკვეთოს საზღვარი. მეტი არაფერი არ ხდება. თუ რამე ამ მიმართულებით მიგაჩნიათ, რომ დავამატოთ თუ რამე მიგაჩნიათ, კი ბატონო. და ეხლა აი გამეუბნებოდა რომ საზღვარზე საბაჟო აკეთებსო და იმაში. მე თუ მკითხავთ, მე წამოვიდოდი იმაზე, თუ თქვენი თანხმობა იქნება, რომ თქვენი ზედამხედველობით მოხდეს საზღვარზეც მისი განადგურება. გადასახადო კოდექსით ვერ შევდივართ იმ ზონაში ჩვენ ასე რომ წარმოვიდგენთ. კოდექსით შედიხართ, მაგრამ კანონმდებლობა თუ დაგავალოთ შეხვდით. ძალიან ბევრ პროცედურაში ცulis ეს. კონფლიქტურ სიტუაციას შექმნის აშკარად. არა, იმით რატო ვიძახი, იცი, განადგურდა, თუ არ განადგურდა, სიტყვაზე ვლაპარაკობ. მე თქვენი ბოდიში ამ გამოდით თავის სატეხია თუ მოხდა სადმე ქსელშია რა. აქედან გამომდინარე თქვენც უნდა იყოთ თქვენს ინტერესშია და თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული რომ განადგურდა. მე კიდე გიმეორებთ, არ ვიჩემებ თუ თქვენი
სურვილი იქნება შეგვიძლია ეს გავითვალისწინოთ, თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს და დავანებოთ და იქ წერია, გვიწერია აქ რომ იქ საბაჟო ახორციელებს აქ. კი ბატონო, არ არის პრობლემა. შემდეგი შენიშვნა ქონდა ისევ მეცხრე მუხლს ვუბრუნდებით, თუმცა სხვა გამომდინარე და ამიტომ ამაში. მეორე მუხლთან მიზანშეწონილი ფინანსთა სამინისტრო შეიცვალოს შემოსავლების სამსახურით, ასევე საბაჟო კონტროლი შეიცვალოს სახელმწიფო კონტროლით. ნაწილობრივ ვითვალისწინებთ ამას და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს მეცხრე მუხლის მეცხრე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური იმპორტისას ახორციელებს საბაჟო კონტროლს სურსათა ცხოველის საკობად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირებაზე. რაც შეეხება ფრაზას საბაჟო კონტროლი შეიცვალოს ფრაზით სახელმწიფო კონტროლით. არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსი იცნობს ტერმინს საბაჟო კონტროლი, როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შექმნილი შემოტანილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა. შენიშვნა შეთანხმებულია საბაჟოსთან და დაგვეთანხმა და პრობლემა არ აქვს. მეათე მუხლთან მიმართებაში იყო ასეთი შენიშვნა. პროექტით განსაზღვრული არ არის სამართალდარღვევის შემფარდებელი სუბიექტი, ასევე განისაზღვროს საქონლის მიმართ განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიება. გათვალისწინებულია, თუმცა პროექტი ხო, ეხლაც რო ვისაუბრეთ, ხო. თუმცა პროექტი ითვალისწინებს, როგორც გითხარით, დადგენას, მაგრამ ვითვალისწინებთ და შემდეგ პროექტის მეხუთე მუხლს უბრუნდებით. უკაცრავად, მაგრამ შენიშვნების რიგითობიდან გამომდინარე დავალაგეთ და თქვენთან ერთად იმას ვიზამთ, მე დავალაგოთ მეორე მოსმენისთვის პლენარული ხომისში დალაგდება. ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დაჯარიმებისას პუნქტები, რომლებსაც ეყრდნობა კანონი, არ შეიცავს ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევებს შესაბამისად, როგორ უნდა დაჯარიმდეს ეტიკეტირების შეუძლებლობა. გათვალისწინებულია პროექტის მეხუთე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. სურსათა ცხოველის საკობად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში ბაზარზე განთავსებისას სავალდებულოა თვალსაჩინო ადგილას მათ თან ახლდეს ამ კანონით ეტიკეტირების წესების შესახებ დადგენილი შესაბამისი ინფორმაცია. მაგალითად, თუ გვაქვს ბრინჯი ასაწონი, ფასი სადაც არის მითითებული მაგალითად და ნომენკლატურის რაღაც ნომერი, კოდი იქვე მითითებული უნდა იყოს ისეთივე აღნიშნა, როგორც იქნებოდა ეტიკეტზე. აბსოლუტურად გეთანხმებით. დიახ. ხო, მეათე მუხლთან დაკავშირებით თუ არის აქაც შენიშვნა არ მეათეზე რაღაცები ვილაპარაკეთ, თუ მეხუთე დავამთავრეთ და გადმოვდივართ უკან მაშინ არა მეათეზე გადავდივართ, თუ რამე გაქვს მანამდე მითხარით. არა მეათეზე მინდა. სანამ მეათეზე გადავალთ შეიძლება. ისევ დაუბრუნდები, რადგანაც აქ მეოთხე მუხლთან მიმართებაში, ტერმინთა განმარტებებში ეს ეტიკეტირებაც ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ალბათ ამ კანონში, ამ კანონ პროექტში. ეტიკეტირება განმარტებული არის და შემდეგ შეუძლებლობაზე გადავალ სწორედ მეხუთე მუხლზე. ეტიკეტირება განმარტებულია როგორც ინფორმაციის განთავსება მხოლოდ შეფუთვაზე. თუმცა საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ შეფუთვაზე ინფორმაციის განთავსებით არ მოიწურება თვითონ ეს პროცედურა, ეტიკეტირება. შეიძლება ეს ინფორმაცია განთავსდეს არა მარტო შეფუთვაზე, სწორედ აი შეუძლებლობასთან მივდივარ, რომ შეიძლება განთავსდეს თანმხლებ დოკუმენტში იყოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ამ გქვე პუნქტთან დაკავშირებით ხომ არ შეიცვალოს შეფუთვაზე, ან ეს ინფორმაცია შეიძლება განთავსდეს თანმხლებ დოკუმენტში, რომელიც შემდეგ შესაძლებლობას მოგცემს, რომ ეტიკეტირების შეუძლებლობა ასეთი რამ საერთოდ არ არსებობდეს. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია თუ შეფუთვაზე არ იქნება განთავსებული,
ერთადერთი შემთხვევა შეიძლება იყოს, რომ თვითონ შეფუთვა არ იძლეოდეს ამის საშუალებას, ხომ შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მიკვრა, ან სხვაგვარად მარკირება ან ასე შემდეგ. მაგრამ კანონმა სავალდებულო უნდა გახადოს, რომ თუ შეფუთვაზე არ იქნება, მაშინ რაღაც თანხლებ დოკუმენტს მაინც უნდა კონდეს ეს. ანუ რაღაცით დიახ. მე მგონი თანხლებ დოკუმენტზეც უნდა იყოს, შეფუთვაზეც უნდა იყოს თუ შეიძლება და თუ არ შეიძლება აი სადმე იყოს მე მომხმარებელი რომ მივდივარ და ვყიდულობ სოიოს ასაწონს ხო თუ თანხლებ დოკუმენტი შეიძლება მაღაზიაში არსებობს ეტიკეტი ზედ არ არის ასაწონზე და ინფორმაცია საიდან მივიღო ავეკეთვით სწორედ აი შევედი სარეალიზაციო ქსელში მაღაზიაში მომხმარებელი ვარ და ვნახე სოიო რომელიც აი ესე ხო დაყრილია ასე ვთქვათ მას რა თქმა უნდა შეფუთვა არა ძალიან მარტივად გიპასუხებთ მაგ თემაზე და აი ეს თქვენ ეტიკეტები რომელიც არის თქვენ კანონში წესია გადმოტანილი აქ მაგ შემთხვევაში აბსოლუტურად მინდა დაგეთანხმოთ რომ უნდა მაქსიმალურად ამოვწუროთ ყველა ის შეუძლებლობა რომ იყოს დატანილი მასზე ხო ჯერეთი რაც არ უნდა აი დააყრილად იყიდებოდეს დახზე იმას თავისთავად მაინც აქვს შეფუთვა ხო ან 50-იან კილოიანში იქნება ან 30 კილოიანში იქნება რომელსაც ხსნიან და მე იმაშვებიან ეგ ადვილი შესამოწმებელია იმ შეფუთვაზე არის თუ არ არის თუ არა და მოდით ერთად მოვიფიქროთ რანაირი რედაქცია გინდა და ჩავწეროთ პრობლემა არ არის ჩემი მიზანი სწორედ ის არის რომ ნაკლებად ესე იგი საერთოდ გამოირიცხოს ეს ამბავი პირიქით რაც უფრო მეტად მოგვეხმარებით მით მეტი მადლობელი დაგჭებით მაგ კუთხით არა კრავიძე მე ასე მგონია რომ თანხლები დოკუმენტად უნდა ჩავთვალოთ აი ისიც სადაც ფასია მითითებული ყველა შემთხვევაში საბაჟოზე რასაც თქვა თავს და რა არის ყველაფერი ის ხო არის თანხლები დოკუმენტი იმ თანხლებ დოკუმენტს სადაც წერია რომ კილოგრამის ფასი ან 100 გრამის ფასი რა ვიცი სხვადასხვა არის რაღაცა პირობითად 1 ლარი იქვე უნდა იყოს მითითებული სხვათა შორის მე ახლა ამ თემას არ ეხება მაგრამ მინდა რომ ჩვენ მომხმარებელთა უფლების დაცვის გათვალისწინებით შემოვიღოთ ფასი წონის მიხედვითაც ხოლმე მაგალითად პური იყიდება და აქვს ფასი 60 თეთრი მაგრამ კილოგრამზე გადაანგარიშებით შეიძლება 60 თეთრიანი პური უფრო ძვირი იყოს ვიდრე 1 ლარიანი პური ამიტომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს რომ ეს პური 60 თეთრი ღირს მაგრამ კილო ღირს მაგალითად 1 ლარი და კილოზე გადაანგარიშებით უნდა ეხლა იქ ვერ დაიწყებს კალკულატორით ციაროს და გონებრივად ამიტომ ესეთი ინფორმაციები დამატებით უნდა გავაუმჯობესოთ მე მგონი ეს სამართლებრივი მე მგონი მათ როგორ შეიძლება იცი რომ პურს მაგალითად მაგალითად პურზე არა შეიძლება დავავალდებულოთ და დაეწეროს ის არის 300 გრამიანი 400 გრამიანი თუ 200 გრამიანი და მისი ღირებულება არის ამდენი რომ მომხმარებელი რო არ მოტყუდეს რო წერია რომ 300 გრამიანია იქვე შეუძლია გადაამოწმოს აწონოს და თუ არ იქნება 300 გრამიანი იყურებს თუ იქნება იყურებს მაგ ვარიანტში კი ბატონო რასაც შემოგთავაზებთ ერთად ვიმუშაოთ რაც უფრო მეტად დავაზუსტებთ ის მირჩევნია მე მეათე მუხში მქონდა ესეთი შენიშვნა კიდე რომ სანქციები შესაბამისობაში მოვიდეს სურსათის კოდექსთან ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმების კოდექსთან პროექტის განსაზღვრული სანქციები განსხვავებული მნიშვნელობის სანქციებს ეხება და აქედან გამომდინარე რა ვიცი არ ამგონია ეს არ არის გათვალისწინებული თუ რა უფრო მიზანშეწონილობას დაგვანახებთ და რაღაც იმას გითხარით და არ არის ჩემთვის ის პანაცია რომ იქ ჯარიმა იყოს 5000 თუ იყოს 10000 ისე გვაქვს ინფორმაცია მაგასაც მოგაწოდებთ ყველა ქვეყანაში ევროპულ ქვეყნებში ყველა დანარჩენ ქვეყნებს სადაც სავალდებულოდ ძალიან მაღალია იქ 30000 40000 ევრო სისხლის სამართლის სისხლის პასუხისგებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ მაგითგან წავალთ ალბათ მაგრამ ამ ეტაპზე არ გვინდა რომ დავაფრთხოთ და რაღაც ისეთი ის გავაკეთოთ შემოვიღოთ ემასაც თუ რამე შემოგთავაზებთ კიდე კი ბატონო კიდე რამე მაგა ძანე აბა მითხარი მაგა სურსათის ეტიკეტირებასთან მიმართებაში ჩვენს კოდექსში გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა გასაგებია რომ შეიძლება გენმოდიფიცირებულ სურსათთან მიმართებაში
ცოტა განსხვავებული ჯარიმა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ასევე აღსანიშნავია ის, რომ ჩვენს კოდექსში არის ასეთი პასუხისმგებლობის ზომა 1000 ლარიანი ჯარიმა მავნე სურსათის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით. ანუ, როდესაც სურსათთან მიმართებაში დადგენილია, რომ ის მავნია ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ანუ მაქსიმალური სანქცია ჩვენი კოდექსით. ეს მეორე საკითხია. არა, სწორად მიგაჩნია. იცით, მე მიწევს. მე მაგალითად ბოდიშვიხტი ცოტა სხვა იმას გენმოდიფიცირებული პროდუქტი მავნია თუ არ არის მავნე, ეს არ არის დადგენილი ჯერ. მაგრამ ვინაიდან უვნებლობა არ არის დადგენილი, მაღალი რისკის შემცველია. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანა და ჩვენც თავაზობთ მაღალ ჯარიმებს. და თქვენ ამ შემთხვევაში გიწერიათ და ანუ აპრიორი დამტკიცებული ის მავნია და ამაზე 1000 ლარი მავნე თუ უნდა დაიჭირო ან რაღაც სხვა რაღაცა მოხდა, უფრო მეტი უნდა დააჯერებო, რა თქმა უნდა. მე ხლა არ ვიჭრები თქვენს იმაში. თუმცა გახელვით ჩვენ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ. მეგრე მაგ შეიძლება არ ვიცი, რო არ გითხრათ. მაგრამ გამიგეთ რა შესაქმე. ამ შემთხვევაში ვერ ვამტკიცებ ჩვენ იმას და პრევენციის სახით უსაფრთხოებასაც ვერ ამტკიცებს ვერავინ და აქედან გამომდინარე გამოდივარ და მსოფლიოში ყველა ქვეყანა როგორც მოგახსენეთ, ესე იგი მაღალი ჯარიმებია და მაღალი ჯარიმების გარდა არის სისხლის აბარდის პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ ეს უფრო იცით რა შეასაქმე? ახლა ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი. ეს უფრო მასიური მოვლენაა მსოფლიოში და ამიტომ მასიური მოვლენა რომ არის, ამიტომ უფრო რადიკალური ზომების მიღება არის საჭირო. და მავნე პროდუქტის განთავსება, ну ახლა არ ამგონია, ახლა მავნეთ თქვენ წეგან ბრძანეთ რომ ითვლება ისიც ვადაგასული რომელიც არის, არა? ხო, არა, ძალიან კარგი. ხო, ძალიან კარგი. არა, წეგან რაღაცა თქვით, ვადაგასული დაითვლება და თითლება? ეს ორი შემთხვევაა, ვადაგასული და კანონთან შეუსაბამო, ანუ მავნე სურსათის შემთხვევაში ნადგურდება სურსათი ამ ორ შემთხვევაში. ოღონდ ვადაგასული თავისთავად მავნე და არის გულისხმობ. არის, რა თქმა უნდა, და ერთნაირი მიდგომაც არ შეიძლება, ხო? ვადაგასულის გავანადგუროთ, იმიტომ რომ აი სწორედ იმ გადამუშავება სეპარაციას არ ვიცი, ყველაფერს ვადაგასული ძალიან ადვილად ექვემდებარება და დაექვემდებარება და შემოწმება ქიმიური ანალიზი ჩატარებას ყველაფერი და ის მართლა არ უნდა განადგურდეს. მე თუ მკითხავთ. თუმცა განადგურების წესი ითვალისწინებს უტილიზაციას. ჰუმანიტარული დახმარება მედიცინის ვადაგასული წამლები შემოდიოდა, მაგრამ არ მოუკლია ჯერ კაც. მაგაზე ვანო ჯავახიშვილი ხუმრობს, მაგრამ ჩვენ უფრო ადრე ხუმრობდით სხვა მიმართულებით. საბამისად უბრალოდ დავასრულებ ჩემს ლოგიკას, რომ როდესაც დადგენილია და წყალი არ გაუო, რომ ავნია სურსათი, კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობა 1000 ლარი, მაგრამ როდესაც რისკებია. გეთანხმებით, ავწიოთ ისიც. მაგრამ ის დადგენილი მავნე პროდუქტი, აი მასიურობას რატო გაუსხაზე რა? შეიძლება დადგინდეს და შეიძლება იყოს, ну რა ვიცი, პირობითად დაბრუნდა 1001 შემთხვევა, მაგრამ ეს უფრო არა ავწიოთ ის მე მაგის მომხრე ვარ. ნებისმიერი მავნე პროდუქტი მით უმეტეს აპრიორი ვიძახით დადგენილია. მაშინ რაღაცა ვეფერები და 1000 ლარი რა არის ვერ გავიგე. როგორ 1000 ლარი მავნეზე კაცო? არც ვადაგასულზეა ლაპარაკი, არც მაგალითად ეტიკეტის შეუსაბამობაზე არ არის ლაპარაკი, ხო? იქ შეიძლება რომელიღაცა იმაში იყოს ცხიმიანობა ეწეროს ამას 3%, მაგრამ იყოს 2.5%. შეუსაბამობა ფალსიფიკაცია შეიძლება ითვლება, მაგრამ რა თქმა უნდა, მავნე არ არის და იმას ვერ განვიხილავთ მავნეს. მავნებს ვიხილავთ მართლა ძალიან ისეთ რადიკალურად მავნეს რა და იმაზე უნდა იყოს მაღალი იმას კი არ შეუსაბამოთ ეს ის უნდა ავწიოთ აქამდე. მე მაგას ვამბობდი ბატონო, რომ პირველი მოსმენის დროს, როდესაც ვამბობდი, რომ მართლაც არავის არ აქვს დამტკიცებული ამ პროტოტიპის პროდუქტების მავნებლობა და ერთგვარი სტიგმატიზაცია GMO-ს მიმართ მაკვირვებს იმის გამო, რომ კაცო დაბინძურებული მძიმე მეტალები, დაბინძურებული ტრანსხიმები, დაბინძურებული ნიტრატები და ასე შემდეგ და ხო დადგენილია, აი ისევე როგორც სიგარეტზეა დადგენილი რომ მავნეა, ხო? და ამის ეტიკეტირებას არ ვთხოვს. ეს შეუსაბამობა მაკვირვებს მე, რომ ის
არანაკლებ კი არა, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად საჭიროა რომ ექვემდებარებოდეს უნებლობის თვალსაზრისით კონტროლს და უფრო მეტად პირველი წარმოებიდან დახზე მიტანამდე ვაკონტროლებდეთ. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, მაგრამ ნუ გიგლა რა შეასაკმეზე არა, მე შევეცდები განუმარტო რა. კონტროლს რა თქმა უნდა ექვემდებარებოდეს და ქორიაზე არ არსებობს. მაგრამ იმისი აი აქ ვინაიდან ეს უსაფრთხოება არ არის დამტკიცებული, ამიტომ ამის ბაზრიდან ამოღება, ნუ არ არეკომენდირებულია მთელი რა ვიცი ყველა იმიდან, გენმოდიფიცირებულ ლაპარაკობ. მაგრამ რომელიც მავნია, ამაზე კონტროლი როგორ არის, კონტროლი არის, მაგრამ საჯარიმო სანქციები და ქმედებებია ძალიან ბოდიშუხტი უნიათო ამ შემთხვევაში, ხო? ნიტრატებით გაჯერებული უფრო კი რა თქმა უნდა და უნდა მაგრამ არა მაგაზე კონტროლი ხო უნდა არსებობდეს საზამთროები კი ბატონო რა ხო მაგრამ ნუ ახლა იმიტომ რომ რომელიღაცა თემა რა თქმა უნდა თემა მე საზამთროთან მიმართებაში კარტოფილთან მიმართებაში ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო რა ზიანი მოაქვს მაგას გარდა ჯანმრთელობისა იმ საზამთროსაც და იმ კარტოფილსაც როგორ ანადგურებს ჩვენს ადგილობრივ ფერმერის იმიტომ როცა ერთი პერიოდი საზამთროს მასიური დაცვა დაიწყეს კახეთში შემოვიდა უცებ შემოვიდა ირანი და ის რა ქვია საზამთროები ხო და მართლა ისეთი საზამთროები მე მაგალითად ოჯახში არ მემართ საზამთროები იმიტომ რომ არც გემომწოს და არც იმედი არ მაქვს და ამიტომ მას ცოტა უფრო კაცრი იდგება მაშინ ერთად ხო შედეგი არ დადგა გიგლა შეიძლება ერთი წუთი კარტახენას ხელშეკრულებაში წერია პირდაპირ რომ ანადგურებს გარემოს მრავალ ფეროვნებას ეს დამტკიცებულია უკვე არა ხელშეკრულება როგორ არა წერია კაცო ერთი წუთი ხელშეკრულებაში წერია ბატონო თამას მოგახსენებთ ამ თემაზე არაერთი წელია ჩვენ მუშაობთ, არაერთი წელია ამაზე მეცნიერები მუშაობენ, ჩვენ კი არა, მეცნიერები მუშაობენ. მეცნიერებას, სოფლიოს მეცნიერებას დღეს დამტკიცებული არ აქვს მისი მავნებლობა, მაგრამ სოფლიოს მეცნიერებას დამტკიცებული არ აქვს მისი უნებლობა. და როცა უნებლობა არის, ჩვენი მიზანი რა არის, ჩვენ სახელმწიფო წარმომადგენლები ვართ, ხო? როცა უნებლობა არ არის დამტკიცებული, ის არის მაღალი რისკის შემცველი პროდუქტი და მაღალი რისკის შემცველი პროდუქტი ესე ბაზრიდან არ ხსნით, მაგრამ სათანადო ინფორმირებას ვაკეთებთ. აი ეს არის მიზანი, მეტი არაფერი. შეფულობაში წერია. არის ქვეყანაში აგზარულია საერთოდ გენოციდი. ეს არასორი ინფორმირება საზოგადოებაში ბიზნესზე დაკავშირდება რაღაცნაირად. მე მოგახსენებთ ბიზნესი. რა თქმა უნდა. ამიტომ ვაკეთებ. მე თუ გითხავთ არა მოდი სხვა რამეა მე ვერ დავიწყებ მეცნიერულ მტკიცებას მაგრამ მე ვინაიდან მაღალი რისკის ფაქტორია მე ვენდობი მეცნიერებს რომელიც ამას რისკის ქვეშ აყენებენ და ძალიან ბევრი კვლევები მიუთითებს ამას დამტკიცებას ცოტა სხვა რამე ჭირდება მაგრამ ძალიან ბევრი კვლევები ლაბორატორიული კვლევების მეცნიერული კვლევებით მიუთითებენ რომ იგი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებასაც და ბევრ სხვა უბედურებასაც ბევრი კვლევები, მაგრამ კიდევ ვიზახი, მარტო კვლევა 1, 10, 100, 1000 არ იქნება საკმარისი, როცა საწინააღმდეგო კვლევებიც არის. ეხლა ცოტა შორს წავალ, მაგრამ მთელი რიგი სერიოზული კომპანიები, რომლებიც ლობირებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და რატომ მაგასაც მოგახსენებთ, თუ დრო მაქვს, ლობირებენ ისინი ამუშავებენ შეიძლება ხო მე ჩემი მოსაზრება მაქვს შეიძლება ვწდები ბოდიშუხტი ყველასთან ისინი ამუშავებენ გრანტებით იმით ამით იმ მეცნიერებს რომლებიც სათუოს ხდიან თორე მეორე მეცნიერებს თუ იმას ქენ რომელიც ცოტა სხვა კუთხით მუშაობენ ამაშია ჩვენ რა გვინდა ახლა რატო არის ის როცა არ არის ეს ეტიკეტირებული რომ ეს არის გენმოდიფიცირებული ის იყიდება როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მე პირადად არა კი მაშინ არ იყიდება ბატონო არა მე მომისმენ მე გეტყვით ასე მე პირადად რომ მივდივარ აი თვალი ჭამს და თვალი სომს და თვალი ჭამს ხო არის ნათქვამი არა როცა კარგად გამოიყურება კარგია სტანდარტული კარტოფილია სტანდარტული ვაშლია მაგ დიდი კითხვის ნიშანი ეს არ არის მაგრამ ყიდულობ იმას
მაგრამ როცა იმას ეწერება გენმოდიფიცირებული დღეს თუ 3 ლარად ყიდულობ, ხვალ იმის ფასი არ იქნება 3 ლარი და გაიაფთება და რა მიზანიც ქონდა თავიდან შექმნას იმ ხალხის მიერ, ვინც ქმნიდა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს, რომ იყოს შიმშილიდან ვისაც სოფლიო, იყოს უხმოსავლიანი და იყოს იაფი. ამ მიზანს არ ამართლებს. იმიტომ რომ იაფი არ არის სასკვების ობიექტებში. როცა აი გარკვეული რაღაც მზადდება და იქ ერთ-ერთი კომპონენტია, აი რანაირად ვაკონტროლებთ იქ რა მექანიზმი გვაქვს. უნდა გასინჯო. აი გასინჯოთ ყველა ვარიანტში სინჯავ. წავიდეთ. ახლა მე და თქვენ თუ მოხდებით ერთად, წაგიყვანთ რესტორნებში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, წაგიყვანთ რესტორნებში, სადაც წერია პირდაპირ გამოკლულია. აქ კერძი მზადდება გენმოდიფიცირებული. ისე კარგი აზრი ამ კანონს რომ ხარი დაუჭიროთ, უნდა წაგვიყვანოთ თქვენ ამერიკაში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, რესტორანში დაგპატიჟოთ. მივედით კონსენსუსამდე მივედით. წავიდეთ ბალადე, სადაც მე დაგპატიჟებთ. ამერიკა გასაგებია, მაგრამ აქ რა ვშვებით? აი დაუშვათ არის ხორცი ეკოლოგიურად სუფთა, ბრინჯი სუფთა, კარტოფილი გენმოდიფიცირებული გაუგეთ. რანაირად ვაკონტროლებთ? კახა აბა რა ისმაგინე. სულცად ორი სიტყვით თუ შეიძლება აი ეტიკეტირების განმარტებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოთქვა მოსაზრებას და ამიტომ უნდა იყოს გათვალისწინებული ეტიკეტირება მარტო შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია არ არის ნებისმიერი ჩანართი, ნებისმიერი თანხლები დოკუმენტაცია, რომელიც ახლავს ამა თუ იმ სულცადს, მათ შორის ეტიკეტირების წესი, სულცადის ეტიკეტირების წესი პირდაპირ განმარტავს, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაძლებელია ინფორმაცია მიეწოდოს მომხმარებელს სათანადო ფურცელ ჩანართების საშუალებით. ასევე ეტიკეტირება ხა ევროპული კანონმდებლობა და მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობაც ითვალისწინებს ესეთ რაღაცას სულცადის შემთხვევაში ზოგადად ეს არის წარდგენა სულცადის ნებისმიერი ფორმით რეკლამირება და ეტიკეტირება. ეს სამი მომენტი არის გათვალისწინებული, ანუ ნებისმიერი აბრით, ფირნიშით, მათ შორის ტელერეკლამით ან საგაზეთო რეკლამით, ან ასე შემდეგ და მათ შორის ერთ-ერთი არის ეტიკეტი. სულცადის წარდგენისას, ასე ვთქვათ. და ამ შემთხვევაში რამდენად კარგ თემას შეეხეთ და მე მინდოდა თქვენთვის მომემართა და მოგმართავთ კიდეც ალბათ ოფიციალურად, მაგრამ ეს მინდა გამოვიყენოს შესაძლებლობა. საქართველოში ერთადერთი მასერტიფიცირებული ორგანოა, რომლებსაც შეუძლია გასცეს სერტიფიკაცია ბიოწარმოებაზე და შესაბამისად ასეთი არის მხოლოდ 15 საწარმო, მემცენარეობა, მეღვინეობა ძირითადად და 16-ია კონვერსიული გარდამავალ ეტაპზე. მეტი არ არის სერტიფიცირებული. ამ დროს მესმის რომ რამდენიმე მეწარმემ შეცვალა პროდუქტის დასახელება, ამოიღო დაწარმოებიდან ბიო, ეკო და შეუცვალა სახელი და ეს სწორია, მოვიდა შესაბამისობაში, მაგრამ გახშირდა რეკლამებში, არა პროდუქტზე, არამედ რეკლამებში ეკოლოგიურად სუფთა რაღაც, ხო? რაც ასევე არის ჩემი აზრით კანონის დარღვევა მეორე და თბილისის ცენტრში ამასთან არ დავასახელებ ადგილს, იმიტომ რომ ჯობია თქვენთან იპოვოთ ასეთი ადგილები, ხედავ საშაურმეზე ეკოლოგიურად სუფთა, ხო? იყავით უკვე? ხო, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე რომ მკითხოთ ჯამში დღევანდელ ბაზარზე არის სამი ტიპის პროდუქტი. ერთი შეიძლება იყოს ბიოსერტიფიცირებული პროდუქტი, მეორე ჩვეულებრივი წარმოების პროდუქტი, რომელსაც ქიმიური წარმოებით მოიყვანეს, მაგრამ ის არ არის გენმოდიფიცირებული და მესამე გენმოდიფიცირებული შემცველი პროდუქტი დაუშვათ, ხო? აქედან რომელი მეტ საფრთხეს შეიცავს, მაგალითად ქიმიურად დაბინძურებული უფრო მეტი საფრთხე შემცველი, ახლა ამაზე არ ვიკამათებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯამში ამას სამივეს კონტროლი ჭირდება, მე ვფიქრობ. და ერთი საკითხი სანქცირების თვალსაზრისით, როცა ჩვენ განვიხილავდით სულცადის კოდექსს და გაიზიარა მაშინ მთავრობამ როგორც ინიციატორმა, იყო ის, რომ ჩვენ თქვით, რომ ერთი და იგივე ჯარიმა მცირე ოპერატორისთვის და დიდი ოპერატორისთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა შედეგების მომტანი. მაგალითად, პირობითად ქსელური მაღაზიის დაჯერიმება 5000 ლარით შეიძლება მას ისე არ დააზარალებს. მისთვის შეიძლება ადმინისტრაციული ჯარიმის მიზანი რა არის? შემაკავებელი მოქმედება კონდეს, რომ აღარ გააკეთოს ვიღაცამ, აღარ ჩაიდინოს. და ამ დროს რომელიმე საუბნო მაღაზიაში თუ მოხდა და აღმოჩნდა ეს ფაქტი, 5000 ლარიანი ჯარიმა მას გაანადგურებს. მის ბიზნეს მოკლავს საერთოდ. ამიტომ მაშინ ეს მათ გაითვალისწინეს, რომ შემოვიდა დიფერენცირება მსხვილი მწარმოებლისთვის, მსხვილი და წვრილისთვის და ნუ ჩვენ გქონდა ასეთი სურვილი, თუ თქვენს გაითვალისწინებდით ასეთი ტიპის შენიშვნას, ფიქრობთ, რომ უფრო ობიექტურად ასახავდა ეს პროცესი. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი
წუხილი იმასთან დაკავშირებით რა წარმოვიდგინოთ. მე კიდევ უფრო ცოტა უტრირებას გავაკეთებ ჩხოროწყუში ან მაღალმთიან დაუშვათ რომელიღაცა ხულოში რაღაც პატარა სუპერმარკეტი, რომელშიც ვიღაცამ შეიტანა, შეიძლება ну რა ვიცი, შეცდა მიიღო იმას კი, ბევრი რამის გამო. ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს, ხო? და თბილისში დაუშვათ აი რომელი თქვა ბიგმენი აღარ არის ყოჩე ჩაბმენი მასაკნა რა რაღაც ნუ ხო სერვიალური მარკეტი სერიოზული მარკეტია რა რა თქმა უნდა აქ ორი აზრია რა არსებობს რა თქმა უნდა მაგრამ ამის დიფერენცირება რომ მოვახდინოთ რავი თუ გინდა მუშამდგომარეობაში კიდე ეგეც განვიხილოთ თუ იქნება მე მგონი ჩვენ საკმაოდ ისეთი მოხერხებული ფორმულა ვნახეთ ამისთვის მაგა ხო გახსოვს წინასწარ ვერაფერს ვერ იმასშვები კი ბატონო მაგრამ თუ რაღაცა იმას ვქენით კი ბატონო პრობლემა არ მაქვს მაგასთან დაკავშირებით თუ მოვახერხეთ რა მადლობთ მეცხრე მუხთან დაკავშირებით კიდე ერთი საკითხი ეს არის განადგურების ხარჯებზე ვნახეთ, რომ თუგი განადგურებას ექვემდებარება ბიზნეს ოპერატორებს ავალდებულებთ კანონ პროექტით, მაგრამ რაც შეეხება ლაბორატორიული ხარჯების შემოწმების, აი სიტყვაზე ეტიკეტირების მოთხოვნა შესაბამისობის შეიძლება ვიზუალურადაც კი დაინახოთ და შეიძლება ეს ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. მაგრამ შიგთავსში არის თუ არა 0.19%-ზე მეტი გემეო ან საერთოდ არის თუ არ არის ორგანიზმი ყველა შემთხვევაში მოითხოვს ლაბორატორიულ კვლევას. ვინ გასწევს ამ ხარჯებს? სახელმწიფო წევს ხარჯებს და მე რეგრესის წესით იღებს ოპერატორისგან, თორე ლაპარაკია იქ განადგურების ხარჯებზე. განადგურების ხარჯები როცა უკვე დავადგინეთ, გავიგე, რომ თურმე ოპერატორს უნდა დავაკისროთ, მაგრამ აი ვინ წევს იმ ხარჯებს, რომელიც მანამდე იქნება გასაწევი? შეგვიძლია დავაზუსტოთ ეს. მე პრინციპს გეტყვით, როგორ მიმაჩნია და როგორ უნდა გაკეთდეს ეს. იმ შემთხვევაში რეგრესის წესი უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ აღმოაჩინეთ სადმე რომელიღაცა ის რომ ის არის გენმოდიფიცირებული, რა თქმა უნდა, იმისგან იმდენი სამოიღებთ, რომ ლაბორატორიულ ხარჯებსაც დაფარავს. მაგრამ თუ გავამატოთ ეგ საკითხიც, რომ ლაბორატორიული ხარჯები წანაზღაურება იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა არა არბიტრის დამტკუნებული და ის აღმოჩნდა დამნაშავე და ეკისროს მას პრობლემა არ აქვს. პრობლემა არ აქვს. მაგრამ ის რომ თქვენ შერჩევით მაინც უნდა შეამოწმოთ და შეიძლება არ აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა შეამოწმოთ, ეს სახელმწიფოს ხარჯი უნდა იყოს. ის დავამატოთ პრობლემა. არა. ხო გეუბნებით, რაც მიგაჩნიათ, აი რასაც ვლაპარაკობ, მაგ ყველაფერზე პრობლემა არ არის. გავიარ ჩავწეროთ. ჩავთვალოთ ჩვენიშ და ფორმულირება და გავაკეთოთ. რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, ის რა თქმა უნდა ზოგადად ქვეყანაში სურსათუნებლებასთან დაკავშირებით ნებისმიერ სხვა სფეროშიც, ასე რისკის შეფასების საფუძველზე ხდება, ანუ ხდება რისკ ამ შემთხვევაში გემევსთან დაკავშირებით რისკ პროდუქტის განსაზღვრა და ჩვენს ეროვნულ სააგენტომ წელს პირველად ახორციელებს ესეთ კვლევებს და ესეთ კვლევები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, ბიუჯეტის დაფინანსებით, ალბათ სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლიც იგივე მათ შემუშავებული აქვს ჯერადობა ან შეემუშავება შემდგომში ამ კვლევებისთვის და ესე მოახდენენ ამ ნიმუშების აღებას, ანუ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ანაზღაურება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სურსათუნებლობის ამ შემთხვევაში სურსათუნებლობის სახელმწიფო კონტროლის ასიგნირებიდან, ასე ვთქვათ. თუ თვითონ მეწარმე თავისი სურვილიდან რა შემდგომში არბიტრაჟისას ან შემდგომში სხვა მიმდინარეობისას თვითონ გადაწყვეტს რომ გამოიკვლიოს, რა თქმა უნდა ის თავისი ხარჯებით განახორციელებს ესეთ კვლევებს. და რაც შეეხება განადგურების ხარჯებს, ცალსახად სურსათის განადგურების შემთხვევაშიც ბიზნეს ოპერატორი იხდის და ამ შემთხვევაშიც ის გადაიხდის. მაგა ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ალბათ აქ სერტიფიცირების საკითხი. აი ბატონი მაგიგლა მისაუბრა ბიოწარმოებასთან დაკავშირებით, ეს მთავრობის დადგენილებაში გაწერილია სერტიფიცირება როგორ უნდა მოხდეს და მთელი პროცედურა დაწერილი, თუმცა გენმოდიფიცირებულთან მიმართებაში წერია ეს სერტიფიკატი გამოყენებული არის ტერმინთა განმარტებაში მეოთხე მუხლში, თანმხლებ დოკუმენტებში, იქვე პუნქტში, სადაც წერია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი. აქ ორი ტერმინია უფლებამოსილი პირი და სერტიფიკატი სურსათთან
დიახ, ვიცი პრინციპში რასაც გულისხმობთ, უბრალოდ რამდენად უფლებამოსილი პირი უნდა იყოს, იმიტომ რომ უფლებამოსილი პირი სურსათის მარეგულირებელ კანონმდებლობაში მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ პირს ქვია. და არა ვთქვათ მას სერტიფიცირებელს და აი ამ სერტიფიკატის დიახ თქვენგან მინდა მოვისმინო ვინ არის ეს უფლებამოსილი პირი და სერტიფიკატის გაცემის პროცედურა რითი იქნება რომელიც საკრედიტებულია და აქვს უფლება შეამოწმოს გენმოდიფიცირებული პროდუქტი თუ არსეთი არ არის ჩვენთან გამერწმუნეთ რომ ამ მოთხოვნის შესაბამისად ძალიან ბევრი გაჩნდება ბიზნესი ხო როგორ არის სადაც მოთხოვნება და რაც შეეხება აქ ძირითადად ალბათ მაინც იმპორტზია საუბარი ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ აღიარებული ლაბორატორიები როგორც ჩვენი ლაბორატორიები არის საზოგადოებრივ აღიარებული რომლის სერტიფიკატსაც ცნობენ ასევე გვექნება აღიარებული ამ მიმართულებით ლაბორატორიები და მათ მიერ გაცემული სერტიფიკატი იქნება სარწმუნო მაგრამ ფაქტი იმასაც ჭირდება გადამწყვეტი ხო შეიძლება ხომ სერტიფიკატთან მიმართებაში მაინტერესებს ასეთი საკითხი რომ ტერმინთა განმარტებაში განსაზღვრულია გენმოდიფიცირებული პროდუქტი რა არის და არ არის იქ პროცენტებზე საუბარი ანუ 0.0 რაღაცა პროცენტსაც თუ შეიცავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა მაშინ გენმოდიფიცირებულად ითვლება ასეა ტერმინთა განმარტებით და რაც შეეხება სერტიფიცირებას ანუ სერტიფიკატი უნდა კონდეს ყველას უნდა ახდეს ყველა სურსაც რომ დაამტკიცოს რომ ის გენმოდიფიცირებული არ არის ანუ ჩემს სოიოს თუ როდესაც ძალიან ნეგატივის გამოიწვევს დიახ სწორედ ძალიან ნეგატივის გამოიწვევს ჩვენ რომ დავავალდებულოთ დღეს ყველა რომ იცი რა აიღე სერტიფიკატი არ არის შენი რა ქნას იმათ ეგ არ შეიძლება ძალიან დიდ ნეგატივის გამოიწვევს ჩვენ თუ დავავალდებულეთ ნებისმიერი მეწარმე რომ შენ მოიტანე თორე ისე არ გაგიშო ბაზარზე თუ არ მოიტან რომ შენი პროდუქტი არ არის გენმოდიფიცირებული ეგ მეწარმეს კისერზე გადავა და თან ძალიან ნეგატივი იქნება დღეს მით უმეტეს როცა არ არის ვიღაცა დაუწერს ვიღაცა ისიდან მთელი ამბავი აწება არ შეიძლება ეგ და გავაგრძელებ შესაბამისად გენმოდიფიცირებული არის თუ არ არის ჩემი პროდუქტი ჩემი სურსათი ასე გამოვიყენებ ამ ტერმინს სერტიფიკატი ამისთვის არ მჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში მჭირდება სერტიფიკატი როდესაც გენმოდიფიცირებულია თუ ეს სერტიფიკატი არ მაქვს სურსათს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის შიგნით და იმპორტისას შემოსავლების სამსახურმა უნდა ამტკიცოს რომ ეს სურსათი არის გენმოდიფიცირებული და არა ბიზნეს ოპერატორმა რომ არ არის გენმოდიფიცირებული დიახ და სერტიფიკატის გაცემის პროცედურა რითი იქნება დადგენილი თუ არის დადგენილი ამ სერტიფიკატს გულისხმობ ამ სერტიფიკატს თუ აკრედიტებული ლაბორატორია იქნება რომელიც აწარმოებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესწავლას და სერტიფიკატის გაცემას ბუნებრივია მიმართავს ნებისმიერი დაინტერესებული პირი ანუ ის ვინცაც უნდა რომ ასეთი პროდუქცია განათავსოს მაგრამ არა აქვს დაუშვა თანხლები დოკუმენტი ან ჩამოტანის რაღაცა მიმართავს იმიტომ რომ იმან იცის რომ მე ის აღმოჩნდეს ის საკმაოდ დიდი ჯარიმის ქვეშ აღმოჩნდება და აქედან გამომდინარე თვითონ იქნება დაინტერესებული მიდი თანხლებ დოკუმენტებში ჩვენ ძალიან გეჩხერებათ ჩვენ არა თუ არ გეჩხერებათ კომიტეტი მე მგონი იმას ქენით არა და რატო გეუბნებით დავჯდეთ თუ გინდა მე ხაზინათა საბჭო დაიწყო პირველ საათზე და იმას შევიან და მეც ვფიქრობ რომ ისეთ საკითხებია და გავიაროთ მუშაობდომა რომ არაფერი პრობლემა არ მაქვს გინდათ თბილისში შევხვდეთ როგორც გითხარით არც დღეს ვაპირებ ამის გატანას და არც ხოლმე ვაპირებ ამის გატანას მინდა რომ იმიტომ რომ რაც ეს შენიშვნები რაც ვთქვით ხო უნდა ავსახოთ ყველაფერი არა ისე არ მინდა აი ავსახოთ და იგი თავისთავად სერტიფიცირების პროცესი თავისი შინაარსით სულ სხვა რამეა, ცნობის გაცემის პროცესი სულ სხვა რამეა. ხო. მართლა დიდი ზღვარი უძევს შუაში და ამიტომ თან ესეთი საკითხებია, რომელსაც როგორც ჩანს ამ ფორმატში მუშაობაზე უკეთესი იქნება სამუშაო ფორმატში გადავიტანოთ პროცედურულად. დავამატებ უბრალოდ ფაქტიურად იწურება ჩვენი წინადადებები ამასთან დაკავშირებით გარდამავალდებულებებში ვადები გადასახედია. არა, ვადები კი გეთახმებით, იმიტომ რომ პირიქით გადავდოთ
ალბათ 1 ივლისამდე. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ნახოთ, ჯერ არ მიგვიღია და როცა მივიღებთ, აი იქიდან ავთვალოთ გონივრული ვადა. არაფერი საწინააღმდეგო. მე ვფიქრობ, რომ როგორც კარგია ჩართულობა თქვენი, ასევე კარგი იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს ჩართულობაც, უფრო აქტიური ჩართულობა, იმიტომ რომ შეთ რა არის ის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, რომელიც კანონიდან გამომდინარე მათ დაევალება და მათ უნდა თქვან შეძლებენ იანვრიდან, შეძლებენ ივნისიდან. ეს სამოქმედო გეგმა გასაწერია და მე მიკვირს რატო არ არიან ისინი აქტიურად ჩართულები ამ პროცესში და რატო არ არის აქ მათ. ჩვენ პრობლემა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გონივრული ვადა იმას ავქნათ. დავწეროთ და კი ბატონო, კახა გინებდა კიდე რამე? ამ სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, ანუ დასაზუსტებელი არის ჩემი აზრით, რომელი საქმიანობა ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ პროდუქტი ექვემდებარება სერტიფიცირებას, საქმიანობა ექვემდებარება სერტიფიცირებას. ამიტომ წეგან მე ვთქვი, ზუსტად ეხლა ვამბობდი მაგას, რომ თავისი შინაარსით ეს არ არის სერტიფიცირება. ეს უფრო არის პროდუქტის შემოწმება, მის შემცველობაზე და ცნობის გაცემა. თანხლები დოკუმენტის გაცემა, რომ ეს პროდუქცია ან ასეთია, ან ასეთი არ არის. სერტიფიცირება სხვა რამეა თავისი შინაარსით, მაგრამ ეს ისევ მოდის სამუშაო ვითარებაში. შესაბამისობის სერტიფიკატები არსებობს, უნარყოფის სერტიფიკატები არსებობს, ცნობილი სერტიფიკატები დაწერთ, ხო? მე ვისარგებლებ იმ მომენტზე, რომ თქვენ აქ ხართ. მე ბატონ გიგლასანაც მქონდა საუბარი, მე მგონი ძალაშია ხო გიგლა, რომ ერთად განვიხილოთ ის მეწარმეების საჩივარი არის შემოსული. კი. იმასთან დაკავშირებით, რომ და როგორ ქვია, ნედლი ქართვის იმპორტი ხორციელდება, ამით იჩაგრებიან მე ვიძახი, რასაც თავად საუბრობენ, მე არ ვიძახი, რომ 100 არის. იჩაგრებიან ადგილობრივი მეწარმეები, სხვათა შორის ძალიან დაგვერებით მომაწოდეთ ინფორმაცია, სადეპუტატო შეკითხვა გამოვაგზავნე და ერთი თვის დაგვიანებით ეს კონსტიტუციის დარღვევაა, მინდა გითხრათ პირდაპირ, მაგრამ არა უშავს, მაგაზე არ ვიდავებ ჩვენ მაგემაზე, მაგრამ მომივიდა მე ბოლოს, მე კი ვიცოდი ეს ძალიან კარგად, მაგრამ მაინტერესებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თქვენი პოზიცია და მომივიდა, რომ 48 საათის ვადა აქვს ამ ქათამს სარეალიზაციამდე. თქვენი პასუხი მაქვს ოფიციალური ვინაწერს ხელს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ. აქედან გამომდინარე 48 საათში როგორ მიგაჩნიათ? აი პირობითად ლაპარაკობ სტამბულში, იმიტომ ლაპარაკობ უფრო შორია და იმიტომ ან იქით რეგიონებში ეს ნედლის ბოდიში ნედლი ქათამი ბრაზილიდან არ მოდის. ნედლი ქათამი რო ჩამოდის აქ საზღვარს კვეთავს და 48 საათში იყიდება კიდევაც. ძირითადად თურქეთი. კი, შემოდის. მაგაზეც ამათგანაც ამაქვს პასუხი და ფინანსთა სამინისტროდან საკმაოდ სერიოზული საჩუქარია შემოსული. შეიძლება აქვე შეიძლება გიპასუხოთ. კაი, ეხლა შეიძლება პასუხი და მე ჩვენ ვაპირებთ რომ არა, ეხლა მე გეუბნებით და სავარაუდოდ მინდა თუ ბატონ გიგლასაც ეცლება მომავალი კვირის პარასკევისთვის გავაკეთოთ მოსმენა. უბრალოდ წინასწარ გეუბნებით ჩასაფრებულ ვარიანტში კი არა ვარ, წინასწარ გეუბნებით რომ ეს საკითხი განეხილება მინისტრს მოვიწვევთ რა თქმა უნდა და ის საჩივრები უნდა გავიაროთ, განვიხილოთ. ჩვენთან როგორც პროდუქციის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა ბატონი გიგლას მომავალის პარასკევი მე არ ვარ თბილისში. ხო, ნუ მე შევთანხმდეთ რა. ხო, კი ბატონო, დროზე ვერ შეფრობლემა. კარგით, მოდი ეს საკითხი მე განვიხილოთ. თუ გნებავს ეხლავე რაიმე კომენტარი, კი ბატონო. კი, ბარემ რომ მაყურებელისთვის, ამ მსმენელისთვის, ხო. რაც შეეხება ხა მოწოდების ვადებს, რამდენჯერ მე იყო ბატონზურაბ შემოსული ეს წერილი, მე ვფიქრობ, რომ ვადაში მოვაწოდეთ, მე შეიძლება არ ვიცი გზაში. რამდენჯერ მე არ იყო, მე გეტყვით, პირველად იყო შემოდის თუ არ შემოდის და დამიდასტურეთ რომ არის თქვენთანაც და იმასთანაც ხდება თუ არა ეს რეალიზაცია და მეორედ ტელეფონით ვიკითხე რამდენი ხანია თქო და 48 საათიო თუმცა მე გაგზელება შეიძლებაო 6 დღემდეო და უკვე რაშიც ეჭვ შემეპარა და მე სადეპუტატო შეკითხვა რომ გამოვაგზავნე კაფიოთ
მითითებული ნორმატიული აქტი, რომელიც მე ვიცოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენგან მაინტერესებდა, არის მითითებული 48 საათი. ეს 303 ენიბრძანება არის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული. ეს ცოტა მოძველებელი დოკუმენტია, გამომდინარე, გეთანხმებით. თქვენ მაგას მიუთითებთ. თუმცა ნედლი ქათამი ესეთ განმარტება არ არსებობს საერთოდ, ან ხორციების განმარტება არსებობს ქართულ კანონმდებლობაში და ხორცი არიან გაცივებული ან გაყინული. გამომდინარე გაცივებულ ქათამზე ლაპარაკი. გაცივებულზე დიახ, თუმცა ამის ვადას ადგენს მწარმოებელი ცალსახად და ეს დამოკიდებულია რთულ ტექნოლოგიაზე, როგორ ხდება მისი შეფუთვა, იქ არ ტექნოლოგია. ჩვენ ახლა ხო არ ვიხილავთ მაგას. კი ბატონო, ბოდიშით. მე მაქვს თქვენი პასუხი. კარგი. თქვენ პასუხზე მოემზადეთ წინასწარ გეუბნებით. მე დაუბრუნდეთ კანონს, მე მგონი შენიშვნები ამოვწურეთ, ვინმე სხვა მარგნებავთ აზრის გამო. შეიძლება მე რამდენიმე კითხვა. კი ბატონო. წინადადება. მიკროფონი ბატონო გოგიჩელო. თქვენ ისეთი ხმალგავთ რომ არ გჭირდებათ მიკროფონი, მაგრამ მაინც. კი ბატონო. მე რომ გავიდე, მე მგონი ჩამოვიდნენ ისინი? არა, ისინი ჩამოვიდნენ, მაგრამ ხაზადარებს ჩამოვიდა, ჩამოვალ იქ არა. ჩადით, რადი, კი ბატონო. იმასთან ხო არა გვაქვს, არა კითხვა. არაფერ, კითხვები ამოიწურეთ, კი ბატონო. პირველი კითხვა მაქვს სანქციებთან დაკავშირებით. რატომღაც თქვენ ბრძანეთ ახლა 400 ლარი მავნე პროდუქტს რო აღმოაჩენთ, ეს არ არის რეალური. უნდა ისიც ვთქვათ, რომ უკანასკნელი ვთქვათ 10-11 წელი პრაქტიკულად არც ერთი პროდუქტი რეალურად არ შემოწმებულა და არ გახმაურებულა. ხლა მარტო ჩვენ რო გენ მოდიფიცირებული ლაპარაკობთ, ხლა ეს არის პირველი ნაბიჯი, მე ესე მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ დაიწყოს სერიოზული კონტროლი იმისა, რაც შემოდის საქართველოში. ეგ თქვენ არ გეკუთვნის პრეტენზია, თქვენ მარტო თქვენი სააგენტო ამას ვერ გააკეთებს. მე მიმაჩნია, რომ სანქციები უნდა გამკაცდეს და ვიყავ ვარიანტები სხვადასხვა, შეიძლება რაღაც პროცენტული შემოტანილი თანხა რაც იყო, თქვა შემოიტანა ანდახან 1 მილიონის პროდუქცია შემოდის ხოლმე 1 რონოდით. ხლა იმას რომ დააჯარიმე 400-500 ლარით ეგ არაფერი არ არის. უნდა იყოს ერთ-ერთი ვარიანტი, ეგ არ არის კატეგორიული. შეიძლება რაღაც პროცენტული იყოს, ვიღაცამ შემოიტანა 50 კილო, თქვა ბრინჯი ბრძანეთ თქვენ და ვიღაცამ შემოიტანა 2 რონო და რა თქმა უნდა სხვადასხვა უნდა იყოს ჯარიმა. შეიძლება პროცენტული, შეიძლება სხვა, მაგრამ ის რომ ამის დამრღვევი მით უფრო მე მოგიყვანთ მაგალითებს კიდე რომ მარტო გენ მოდიფიცირებაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია საერთოდ სურათის უვნებლობაზე. უფრო სერიოზული სანქციები უნდა იყოს, რომ ხალხი დაეჩვიოს იმას, ლაპარაკია ხშირად რომ ჩვენი მეწარმეი ჩაგრება. პირიქით ჩვენი მეწარმე წინ წავა, იმიტომ რომ ის აწარმოებს უფთას და ბუნებრივია ამას მიეტანება ხალხი. ეგ ერთი თემაა, ესე ჩემი აზრია. მეორე აი ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სურსათის უნებლობაზე და ვაკეთებთ გენმოდიფიცირებულზე. მაგალითს მოვიყვან მე 850 ჯარისკაცი რომ დაიწამლა ერთ-ერთ უწყებაში. ცნობილი ფაქტია, ალბათ თქვენც მონაწილეობდით, მაგრამ ის ცნობილი ქიმიკოსები, ვინც ჩაერია ამაში, ჩემი კოლეგები, სხვა რამეს ამბობენ. იქ სწორედ ის დანამატები, კონსერვანტები იყო ჭარბად შემოსული იმ პროდუქტში, რომელიც რეაქციაში შედის ორგანიკასთან, რაც არის ყველა სარსულსეთში და წარმოიქმნა ალერგენი. ეს არის ნატრიუმის გლუკომატი, რომელიც იყო ჭარბად იმაში, რომელმაც წარმოქმნა სერიოზული ალერგენები, რითიც დაავადდა მთელი ეს 850 კაცი. ხლა როცა ეს მასიურია და 800 კაცი და ხანდახან რამდენი ცალ-ცალკე შემთხვევაა და ამიტომ ჩვენ ამ კონტროლზე ვლაპარაკობთ, ეს არის ალბათ პირველი ნაბიჯი, საერთოდ სურსათის უნებლობის საკითხი უნდა დადგეს ძალიან ვრცელ კონტექსტში. აი თქვენ რომ ლაპარაკობთ, ამისთვის არის საჭირო ჩვენ ვადაზეც ვილაპარაკეთ. რა თქმა უნდა, ეს ვერ განხორციელდება ახლა. ალბათ უნდა მოუნახოთ ისეთი საშუალება და უნდა თქვენც უნდა შეიძინოთ, მე მგონია რომ თქვენი აღჭურვილობა ვიცი და ახლობთ, მაგრამ ის აპარატურა, რომელიც ყველა ამ კანცეროგენს, ან თქვათ იმ ქიმიურ დანამატებს, იმ ძალიან ბევრ მავნე შემადგენლობაში რაც შედის, რომელიც უნდა გაკონტროლდეს, როგორც კეთდება ყველა ცივილურ ქვეყანაში. ეს ლაბორატორიები, რომელიც უნდა შეიძინოს ალბათ ფინანსთა სამინისტრომ, დაახლოებით 80,000 евро ღირს, რომელიც მთლიანად კომპლექსში ამოწმებს ამას. ალბათ თქვენ უნდა გქონდეთ თქვათ რამოდენიმე ერთი არ ეყოფა ამას და კიდევ ვიღაცა როგორც ლაპარაკობთ აკონტროლებდეს, რათა ხელი დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა აი ამ მავნე პრაქტიკისაგან, რაც
გრძელდებოდა პრაქტიკულად წლების განმავლობაში, რომ ჩვენ არავითარ კონტროლს არ ვახორციელებთ. და ბოლო მინდა. აქ იყო იმპორტის დოკუმენტაციაზე ლაპარაკი რა. ხომ არ შეიძლება ეგეთი მეთოდი გიგლა გენაცვალე. აი შემოდის საბაჟოზე რაღაც თქვა და არ არის მარკირებული რომ გენმოდიფიცირებული. იმ წუთში საბაჟომ ახლა იქ ვერ გავაკეთებთ, იყო ვარიანტები საბაჟოზე კონტროლი, ამის წარმოუდგენელია, სად არის ამდენი. იმ წუთში უნდა ვაცნობოთ თქვათ ამ სააგენტოს ვიცით რომ თქვათ ეს პროდუქტი გარკვეული პროდუქტები შეიცავს ჭარბად გენმოდიფიცირებას. არა წერია, ამას შემოვიდა. პირდაპირ რომ გაცნობოთ თქვენ საბაჟომ, ჩამონათვალი იყოს იმ პროდუქტების, რომელიც თქვენ კარგად იცით, რომელიც ეს არის ხორცის ნაწარმიდან და ესეთი. რომ ესეთი შემოსული პროდუქტი, რომელსაც არ ექნება ის მარკირება, არის გენმოდიფიცირებული, თქვენ უნდა მიიღოთ ინფორმაცია ამაზე, ამ პროდუქტზე და თქვენ შეამოწმოთ, იყო თუ არა ის კანონიერად ნაჩვენები მის შემადგენლობა. ხო ეთანხმებით ამ ვარიანტს? აბა როგორ? საჭმლის ზეთი, ხორცის ნაწარმი მთლიანად, გეტყვით კიდე, თქვათ ის კონსერვები, რომელიც შემოდის, რომელიც ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არის ვაჟგენთილი. თქვენ გქონდეთ უნდა აცნობოთ. ბურბუში ყველაფერი ესენი რა. ეს რო შემოდის და თუ არ არის მას მარკირებული, პირდაპირ უნდა გაცნობოთ თქვენ რომ თქვენ იცოდეთ, ყველას აქვს თავის მისამართი საწყობი რაღაცა, რომ სანამ მოვაქცელში იქვე რომ შეამოწმოთ და დავაზღვიოთ ხალხი ამისაგან. ძირითადში რა ვიცი ეგ არის და ალბათ ვადას რაც შეეხება გიგლამ სწორად ბრძანა, ესე იგი შევუთანხმოთ ფინანსთა სამინისტროს, ალბათ ამას ჭირდება თუ თქვენ ყავთ ამის აი ამ თანამედროვე მთლიანი კომპაქტური კომპლექსური ქიმიური ანალიზის, ან შეიძლება გავაგზავნოთ უცხოეთში არის რამოდენიმე გერმანული ლაბორატორია, ამბობს კი ბატონო ჩვენ თანახმა ვართ, მივიღოთ თქვენი თქვათ პრაქტიკანტები და შევასწავლოთ 60 თვეში ყველა ეს ციკლი ანალიზების. ეგაც ალბათ ფინანსთა სამინისტროსთან შევათანხმოთ, რომ აი ეს 150,000 ევროს ღირებულების არის 2 ლაბორატორია და პრაქტიკა და მოვაზრდოთ კადრები. საწყენი არ არის, კაცო, თუ თქვენ ყავთ, თუ თქვენ გააგზავნეთ, რომ იყოს ეს კომპლექსური ანალიზი, რომ მორჩეს ეს ნაგვის ბატონო არქუჭებადი პროდუქტი. ამ პროცედურაში აი გარკვეული პროდუქციები და გასაგებია აქვს. მარქუჭებადი შემოვიდეს ხარისხიანი და რა უნდა მაგის შემოწმებას უნდა? არა, შემოვიდა მარქუჭებადი პროცედურა, აიღოთ რომ ელემენტარულად და ამ დროს გამოჩნდა პროდუქცია. ვინ არის მალფუჭებას რაც შეეხება უზრუნველყოფილი უნდა იქნას შენახვის პირობები, ნუ მისი პასუხისმგებლობაც არის, მისი ბრალიც იქნება ის ანაზღაურებს რაღაცნაირად შემდგომ. მალფუჭებადი განმარტებული არის ქართული კანონმდებლობით, ეს არის სურსათი, რომელიც მოხმარების ვადა არ აღემატება 72 საათს და E+6 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ანუ ეს არის განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის განმარტება. კოლეგებო, მე მგონი ძირითადში განსახილველი საკითხები ამოვწურეთ და დავაყენოთ კენჭისყრაზე საკითხი გამოთქმული შენიშვნებით, რომლებიც კიდევ სამუშაო პროცესში როგორც ჩანს დაიხვეწება, გავიდეს კანონი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომას. გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ. კი ბატონო, მიღებულია. სხდომა დამთავრებულია, დიდი მადლობა.